ბატონ გიორგი, გამარჯობა. რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან თუ შეიძლება. ხარებამ რომ წიხლი დაარტყა დაკავებულს, ეს არ იყო თქვენი საკვლევი, ეს არ იყო პოლიციის უფლებამოსილების გადანახება? მაგაზე ხომ ვერ გიპასუხებ კონკრეტულად ხარებას ახან ეხება მაგით. დაარტყა თუ არ და არა, ის როგორ არის? არ გინახავთ ვიდეო, ბატონ გიორგი? არა, ვიდეოს ნახვა რა შუაში არის. აბას როგორ უნდა გაიგოთ? ეგ არის მსჯელობის საგანი ხა, მაგასთან შეიძლება რა თქმა უნდა ვიდეოში როცა ჩანს ფაქტი. ეხი დაარტყა, არ დაარტყა ხარებამ ხა მან თქვენ ეთახვებით დინარაძეს რომ არ ჩანს კონტაქტი? მამუკა მდინარაძის ენაზე მოლაპარაკე კაცი გიორგი იოსებიძეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შეფი. პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, მისი დეპარტამენტის მოვალეობაა ყველა იმ პოლიციელის საქმიანობის გამოძიება, ვინც გადაცდომა ჩაიდინა. უფუნქციო უწყებად იქეცით, ბატონ გიორგი, და რატომ ხდება ეს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებთ? ცდებია, რაც არის დისციპლინარული გადაცდომები მაგასთან დაკავშირებით. მოკვლევების შესაბამისი მიმდინარეობს. აი მაგალითად ნიკა კაციას დაკავებასთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა 21 იანვარს მოგმართათ და მას შემდეგ უკავშირი არ ყოფილა თქვენი მხრიდან. ჩვეულებრივად პასუხებიც აქვს და ვის აქვს პასუხები? ადვოკატებს ვესაუბრე და არავინ არ დაკავშირებია თქვენი სამსახურიდან. სისტემის მაკონტროლებელი უწყება ფაქტობრივად უფუნქციო დანაყოფად იქცა. როდესაც სატელევიზიო ეთერი და სოციალური ქსელი გადავსებულია პოლიციელების დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებებით. გენერალური ინსპექცია არათუ არ რეაგირებს, მათთან გაგზავნილი საჩივრების ავტორებს გამოკითხვაზეც კი არ იპარებს, რომ გაარკვიოს რა ხდება. გენერალური ინსპექციის შეფი იმასაც კი ვერ იხსენებს, ბოლოს როდის დასაჯა დამნაშავე პოლიციელი. ბოლოს ვინ დასაჯეთ პოლიციელი, გახსოვთ? როგორ ბოლოს პოლიციელი უნდა დავსაჯეთ? აი დისციპლინარულ პასუხისგებაში ვინ მიეცით? ძალიან ბევრი პოლიციელი რეგულარულად ხდება გადაცდომის გამო დისციპლინარულ პასუხებას. აი ბოლო ხوار გახსოვთ რამე ხმაურიანი ამბავი მაგალითად? არა, ეხლა ეგრევე ვერ ჩამოგითვლით. როდესაც პოლიციელი ყველა ზღვარს ცდება, ვინ უნდა აგებინოს პასუხი? წესით ამ დროს მოკვლევას სწორედ გენერალური ინსპექცია იწყებს. თუ მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომელიც სისხლის სამართლის მუხლით კვალიფიცირდება, ამ შემთხვევაში ფაქტი გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და კარლო კაციდაძეს ეგზავნება. პასუხისმგებლობა არ იკვეთება? ვინ არის კაცი, ვისაც პოლიციელების კონტროლი ჩააბარეს? მამაკაცი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში მიშა-მიშას სკანდირებს და სხვების აყოლიებას ცდილობს, სწორედ გიორგი იოსებიძეა. უშიშროების კადრი ნაციონალური წარსულით ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ გადმოიბარა, არამედ დააწინაურა კიდეც. ეს 2011 წელია და აქ გიორგი იოსებიძე კუთში მუშაობს. აპოლიტიკურებად სრულიად. გვახსოვთ თქვენი ვიდეო 2011 წელს, ბატონ გიორგი, მაშინ მიხეილ სააკაშვილს უჭერდით აქტიურად მხარს. ახლა აღარ ხართ პოლიტიკური, ანუ მაგის მაგიდას სახელმწიფოს და ჩემ ქვეყანას. ხო და მაშინ მიხეილ სააკაშვილს ემსახურებოდით? მიხეილ სააკაშვილი რა შუაში არის? ძველ ხელისუფლებას გულისხმობ. არაფერ შუაში არ არის. ანუ მიშა-მიშას სკანდირებდით მაშინ სვეტიცხოველთან. თქვენ ალბათ იცით მე რომელი წლიდან მუშაობ. ძალიან ბევრი ძალოვანი რომელიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა, აღარ მუშაობს. პრობლემა არის, ეს ჩემი პრობლემა ხო არის. თქვენ როგორ მოახერხეთ ეს ბატონ გიორგი? ანუ თქვენ მაგაზე კითხვას მოსვათ, მე როგორ მოახერხე? მე გავაგზავნე ჩემი მუშაობა და ჩემი არა, რაღაც პერიოდი არ მუშაობდით. მე დალაგდით ამ ხელისუფლებასთან. ხდება ხოლმე როცა რაღაც პერიოდი არ მუშაობ. ხო და აი როგორ მე ხდება რომ ისე მუშაობ. ეს გიორგი იოსებიძის პირველი ინტერვიუა. გენინსპექციის შებ ჟურნალისტების კითხვებისთვის აქამდე არასდროს უპასუხია. მას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რამდენიმე ვიდეო მასალაში ვაწყდებით. მაღალჩინოსნის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში სამართალდამღვრევი პოლიციელების შესახებ ყოველდღე ახალ-ახალი და ერთმანეთზე უფრო მძიმე მტკიცებულებები ვრცელდება. დედაჩემს ართმევდა ტელეფონს და ფაქტობრივად ფიზიკურად იძალადა დედაჩემზე და ამის გამო დავრეკეთ ჯერ 112-ში, ორჯერ დავრეკეთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ძალადობა იყო და გამოვიძახეთ პოლიცია ამის გამო. 40 წუთი გავიდა, მაგის შემდეგ არავინ რო არ მოსულა, ჩემმა ადვოკატმა უთხრა, რომ 126-ს გენინსპექციაში დარეკეთო. დავრეკეთ, დააფიქსირეს და რა თქმა უნდა, იმის მერე არავინ არ შეგვხმიანებია, არც იმავე დღეს, არც მაგის შემდეგ, რავი, ერთი თვე გავიდა უკვე და არანაირი უკავშირი არ იყო. დაიტოვეს დამფუძნებლის სახლში, პოლიცია 1 თებერვალს შევიდა. შავფორმიანებმა, რომლებიც პოლიციელები აღმოჩნდნენ, იძალადეს ნენსი ვოლანდის დედაზე. უკვე თვეზე მეტია გასული გიორგი იოსებიძის უწყებას ის ფორმალურად გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებია. მაგალითად, შემოიჭრა სახლში განჩინების გარეშე, თავის წარდგენის გარეშე, დადგენილების გარეშე უსაფუძვლოდ და იარაღიანი 10 კაცი დარბის შენ სახლში, ამაზე როცა რეკავ გენინსპექციაში შენ ხომ მყისიერად გჭირდება დახმარება, რომ ეხლა უნდა გიშველონ და არა ის, რომ ერთ კვირაში დაგირეკავთ გამომძიებელი საქმე დაეწერება.
შოთა თუთბერიძე ნენსი ვოლანდის უფლებებს იცავს, თუმცა გენინსპექციის უმოქმედობის ფაქტებს მხოლოდ ამ საქმეში არ წაწვდომია. გენერალური ინსპექციის უფუნქციოდ დარჩენა გახმაურებულ საქმეებზე მომუშავე ადვოკატების თქმით, დროში ზუსტად ემთხვევა გიორგი იოსებიძის პოსტზე დანიშვნას. უფლებადამცველების დაკვირვებით, სწორედ მას შემდეგ იქცა პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად ერთ დროს ყველაზე გავლენიანი სამსახური. ვერ ეტყვი შენიშვნას მაშინ, როცა წინადღით დაავალე, რომ ვიღაცას უნდა ჩაუდოს ნარკოტიკი და ან უნდა მიუვარდეს სახლში და რაღაცა ღამით გააღვიძოს, რომ შეეშინდეს და ან ტიტუშკაზე უნდა დახუჭოს თვალი. მნიშვნელოვანი კვანძი არის, საკვანძო კვანძი ამ რეპრესიული ძრავის. მისი უფროსი ასევე მისტიკურობით მოცული პირი არის. მე არ მეგულებ ადამიანი, ვისთანაც მას ან კომუნიკაცია ან შეხვედრა ქონია სამსახურეობრივი თვალსაზრისით, როგორც ჩანს ის რაღაცა არ ვიცი, ეგეთივე სტილით მართავს გენინსპექციას. თავარი სამუშაო ეგ არის, რომ არსებული პოლიციელები და ახალი რეკრუტირებული პოლიციელები იყვნენ მყარად ქართული ოცნების მხარდამჭერები, მათ შორის უკანობა ჩაიდინონ ამ მხარდაჭერის სახელით. ეს რომ ასე არ იყოს და გენინსპექცია იმ მოვალეობას ასრულებდეს, რაც კანონით ევალება, ახლა უკვე სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული ამ ორი ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორებიც, რომლებიც 7 დეკემბერს შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფზე ტიტუშკების თავდასხმას მშვიდად უყურებდნენ და არაფერი მოუმოქმედებიათ. მეტიც, დანაშაულის ადგილი მიატოვეს. ზონდერები რომ არბევდნენ ადამიანებს, რატომ გაიქეცით? მიპასუხეთ. ასეთი ფაქტი ბევრია, რეაგირება არც ერთი. უნდა უკავშირდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელხას. განაცხადი მაქვს შემოტანილი, რომლის მიხედვითაც გთხოვთ, რომ შეისწავლოთ ნიკოლოზ კაციას მიმართ შესაძლო გადაცდომის ფაქტები პოლიციელების მხრიდან. ნინო ლომინაძე ნიკა კაციას ადვოკატია. კაციას საქმე პოლიციელების მხრიდან ჩადენილი გადაცდომების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერია. ამ გადაცდომების გამოძიება და დადგენა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება და გენინსპექციის მოკვლევამ შესაძლოა ბრალდებული სასჯელისგან სრულად გაათავისუფლოს. თუმცა ეს მხოლოდ სამართლებრივ სახელმწიფოში ხდება და არა აქ და ახლა, ვახო გომელაურს დაქვემდებარებულ უწყებაში. სულ ვიცახი, რომ რაღაც ბოლო პერიოდი როგორები გახდნენ, იცით, რომ რაღაც არ გვაინტერესებს, წადისაფრთხე გვინდა გვიჩივლა რა, ეგეთი დამოკიდებულება არ. ადრე უფრო მეტად ხშირად ვრეკავდით ხოლმე გენერალური ინსპექციის ცხელხაზზე, ან რაიმე ნებისმიერი უფლებრივ დარღვევაზე, რომელიც ჩვენთვის იყო, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო და შესაბამისად ჰქონდათ ხოლმე რეაგირება, თუმცა დღესდღეობით მსგავსი ქმედება და ქმედითუნარიანობა არ იკვეთება არანაირად. ნინო ლომინაძემ გენერალური ინსპექციას გომელაურის პოლიციელების მიერ ჩადენილი გადაცდომების შესახებ განცხადებით 21 იანვარს მიმართა. თვენახევარზე მეტი გავიდა და უკავშირი იოსებიძის უწყებიდან ამ დრომდე არ ყოფილა. ჩავატარეთ ექსპერიმენტიც. ადვოკატმა გენინსპექციას იგივე მეილზე საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით მიწერა და პასუხი მაშინვე მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე გიორგი იოსებიძის დეპარტამენტი სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ამჯობინებს. ნუკრი ოქროაძე საწერია, თქვენი შეტყობინება ჩაინიშნეთ. 0-32. გამომძიებელი ნუკრი არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც თავად რეკავს იმ საქმის ფიგურანტებთან, ვის გარეშეც მოკვლევის დაწყებას ვერაფრით შეძლებს. რაც შეეხება დიდი დრო გავიდა ბატონ გიორგი და უკავშირი არ ქონია თუ მაგიტომ. კი, უბრალოდ ჩაგეკითხეთ. რამეზე რეაგირება მოახდინეთ? რასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტი? დრევას კიკნაძის დაკავების დროს მოგმართათ ადვოკატმა ძალიან ბევრჯერ და არ ყოფილა ასევე უკავშირი. უკავშირს გულისხმობთ. ხომ უნდა დაინტერესდეს გენინსპექცია რა მოხდა? მხოლოდ განცხადებას რომ ცხელხაზზე დარეკავენ, ეს არის საკმარისი? არ ვიცი ხო ვის აქვს პრეტენზიები. კონკრეტული ფაქტები. გასაგებია, მაგით დაინტერესდება. საქმეები, რომელთა შესახებაც არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო მედიაც უკვე 3 თვეა საუბრობს, გენინსპექციის უფროსმა ახლა უნდა მოიკითხოს. მას თუ დავუჯერებთ, არაფერი გაუგია რევას კიკნაძის დაკავებისას პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე და არც ამ ამბის გამო შესული საჩივრების შესახებ სმენია. არა და კიკნაძის ადვოკატი 126-ზე მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად რეკავდა და შეტყობინებას ეტოვებდა. გენინსპექციიდან არც გუჯა ავსაჯანიშვილს დაკავშირებიან. უწყვეტადაც რომ რეკავდე, არც არავინ არ მოდის, შემდგომი დაინტერესებაც არ არსებობს, როგორც კი გაიგებენ რომ არის ეს პოლიტიკური кейსი და მათი ინტერესებში არ შედის, უკვე დაინტერესება ისპოვა ხოლმე. რევას კიკნაძის ადვოკატი შაბათის ეთერის კამერის წინ გენინსპექციის ცხელხაზზე კიდევ ერთ ახალ შეტყობინებას ტოვებს. უყვება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს. უთითებს ეკიპაჟის ნომრებსაც, თუმცა რახან საქმე ამჯერადაც სინდისის პატიმრებს ეხებათ, 10 დღის შემდეგაც გიორგი იოსებიძის უწყებიდან კონტაქტზე არავინ გამოსულა. კარგი, ეს
ნომერი თქვენია რომელსაც? კი, ჩემი ნომერი. კარგი, მიღებულია. კარგით. როდის ველოდო თქვენგან რეაგირებას? მხოლოდ 28 ნოემბრიდან დღემდე, მას შემდეგ რაც ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი პროტესტია, სინდისის პატიმრებთან ერთად ათეულობით არიანი ეგრეთ წოდებული სამართალდამცველებიც, ვინც წაქცეულ ახალგაზრდებს სახისწულებს უმტვრევდნენ, ჟურნალისტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, წამების ფურგონებში უდანაშაულო ადამიანებს აწამებდნენ, განყოფილებაში გადაყვანილებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. გენინსპექციის შეფი ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობას იხსნის და კარლო კაციტაძის უწყებისკენ გვამისამართებს, რომელიც მისი დეპარტამენტის მსგავსად ქმედი თუ უნარო და ხელფეხშეკრულია. მათი მწვანე შუქით ხდება, მათი კურთხევით ხდება ამ სამართალდამცველების ჩადენა, ხო, ეს დაწყებული ჩადებებით, დამთავრებული მტკიცებულის ფალსიფიკაციით, მოწმეების ცემით და იძულებით მოტაცებით ადამიანებისა პოლიციაში ვითომ თავისნებით მივიდნენ, მე ამის თქმა ცინიკურად. ხო, ეს რა თქმა უნდა, გენინსპექცია ამ მექანიზმში ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ჭანჭიკია. ჩრდილში მყოფი გენინსპექციის შეფი კულისებიდან ჩვენ გამოვიყვანეთ. მის საცხოვრებელ სახლთან ამისთვის მთელი კვირა ვუდარაჯეთ. თავის არიდება ბევრჯერ სცადა, თუმცა საბოლოოდ მაინც გადავიღეთ. მეტი კონსპირაციისთვის გიორგი იოსებიძეს მძღოლი სრულიად სხვა ეზოში ელოდებოდა. ავტომობილი ეს თქვენი არ არის? არა, სამსახურისა. ანუ მაგით არ მიდიხართ, ანუ მაგის გიხარ? არა, ამით არ მივდივარ, კიდევ მეორე მანქანაც არის, რომელიც ეს ავტომობილი თქვენია, ხო? ავტოპარკიც კი დედაჩემის არის. დედაჩემის. ანუ თქვენ იგივეა, ხო? კი ბატონო. თქვენია იგივე. ნუ ანუ იგივე ჩემია, კი ბატონო, დედის ერთა ვარ და რა ვიცი, ალბათ დედაჩემის და მამაჩემის კონერვიც ჩემია. დედის ერთა იოსებიძე დოვლათის დაგროვებას ოცნების ხელისუფლებაში პორტირების შემდეგ იწყებს. მანამდე მას მხოლოდ ერთი უძრავი ქონება გრიშაშვილის ქუჩაზე უფიქსირდება. ოფიციალური დოკუმენტების შესწავლის შედეგად გინდება, რომ მიწებისა და ბინების შეძენა გენინსპექციის მოქმედმა ხელმძღვანელმა 2014 წლიდან დაიწყო. მიწა კიკეთში, 100 კვადრატული ბინა ვაკეში, ფალიაშვილზე, 3 მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში, სადგერში, ფართობი თელეთში, 2 აპარტამენტი ბაკურიანში. თუმცა ქონებების არსებული ჩამონათვალი არის მხოლოდ ის, რაც პირადად იოსებიძეს უკავშირდება. ფალიაშვილის 48-ში, ფალიაშვილის 43-ში, ყველა ეს ბინა, ბაკურიანის ბინები მათ შორის. არაზე პასუხი გაგცეთ. რატომ? იმიტომ რომ გაერკვიეთ. საჯარო მოხელე ხარ. საჯარო მოხელე ვარ და გაერკვიეთ მე დეკლარაციას შევსებული. ხო, გასარკვევად მოვედი თქვენთან. დეკლარაციები რო დაგვიმალეს, რას ქვია, რატომ მოვედი? ჟურნალისტი ვარ, ბატონო. გასაგებია რომ ჟურნალისტი ხარ, მე არ მინდა რომ პასუხი გაგცეთ მაგაზე. საჯარო მოხელეების დეკლარაციები გასაოცარი დემოკრატიის მე-13 წელს ხელმისაწვდომი აღარ არის. ამიტომ ქონების რეესტრს ვამონიტორინგებთ და ვხვდებით, რომ ქონების დიდი ნაწილი, მათ შორის კომპანიაც ათასობით პოლიციელის მაკონტროლებელს, პენსიონერი მშობლების სახელზე აქვს გაფორმებული. Geodefense კომპანია, შპს, რომელიც დაცვის სამსახურია, თქვენი 82 წლის მამაზე არის ასევე გაფორმებული. სამსახური არ არის. რა არის, რასაც კეთებს? მაგაზე რაღაცა შპს-ის გაკეთებას აპირებდნენ რომ გავიგე, მაგრამ ფაქტია რომ თქვენია და მამის სახელზე. ნუ ალბათ. ბატონ თეიმურას გამარჯობა. თქვენ გაქვთ შპს, Geodefense კომპანია, გაქვთ დაფუძნებული. არა, ენაც უნდა. როგორ არა, თქვენ სახელზეა და რა საქმიანობს ეს კომპანია? ბატონ თეიმურას, რა საქმიანობს ეს კომპანია? 2013 წელს დააფუძნეთ. რეალურად ბატონი გიორგისია ეს კომპანია, უბრალოდ თქვენ სახელზეა გაფორმებული? ჩვენ გვჭება განცდა, რომ 82 წლის თეიმურაზ იოსებიძემ არც კი იცის მის სახელზე რეგისტრირებული კომპანია Geodefense-ის შესახებ. სალონზე გაქვთ გაქირავებული. ფალიაშვილის 48 ნომერში არსებული ეს კომერციული ფართიც გენინსპექციის შეფის მამის სახელზეა. მე პატრონისთან მინდა დაკავშირება და ხო ვერ დამეხმარებით. ფართის საკუთრებს გულისხმობ. 159 კვადრატული უძრავი ქონება ვაკის შუაგულში თეიმურაზ იოსებიძის პირველი შენაძენია. მანამდე მის სახელზე სხვა ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით არ ფიქსირდება. კიდევ ერთ მსხვილ შენაძენს გენინსპექციის შეფის პენსიონერი მამა 2022 წელს აკეთებს. თებერვალში 2960 კვადრატულ მიწას თეთრ წყაროში ყიდულობს, მარტში კი 100 კვადრატამდე აპარტამენტს ბაკურიანში. პრობლემა არ უნდა კონდეს. არა, გქონდეთ, მაგრამ უნდა დაადეკლარიროთ, ბატონ გიორგი, ხა დედის და მამის ქონებას არ წერთ დეკლარაციაში და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. იცით რა არის დეკლარაციაში არის გარკვეულად დაწერილი, რომ ახლო ნათესავებში დედა და მამა არ ითვლება. ხო და ამიტომ ხომ არ არის დედის და მამის სახელზე ამას. არ არის მაგიტო რა. ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც გიორგი იოსებიძის მშობლების სახელზე 2012 წლამდე ფიქსირდებოდა, ბაგებში არსებული სახლი იყო. ახლა გენინსპექციის შეფი გვარწმუნებს, რომ ბინებისა და მიწების გრძელი ჩამონათვალი ამ ერთი სახლის გაყიდვით შეიძინა. მათ შორის ჭავჭავაძის 50 ნომერში 128 კვადრატული მეტრიც. ეს ფართიც მაღალჩინოსანი ძალოვანის დედის სახელზეა გაფორმებული.
რატო გაქვთ დედა თქვენი სახელზე ამას არა, მეკითხები? იმიტომ რომ დედა ჩემის გვინაა. როგორ მისი ფულით შეიძინა? ერთი წამით მომისმა. მე გეუბნებით რომ ეს ქონება რეალურად თქვენია და თქვენ გაქვთ მშობლების სახელზე გაფორმებული. გიორგი იოსებიძეს ქონების გადამალვის გამო ამ ხელისუფლების პირობებში პასუხს არავინ მოსთხოვს. არც იმის გამო, რომ გენინსპექცია არ იძიებს და რეაგირებას არ ახდენს პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. სამსახურებრივი გულგრილობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს უშიშროების პოლკოვნიკმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს. ერთადერთი რაც იოსებიძეს პასუხისმგებლობისგან იხსნის, შემდეგ მთავრობასთან პორტირება იქნება, რისი წარმატებული გამოცდილებაც უკვე აქვს.